ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს 22 მარტს უწყვეტი პროტესტის აქციების 115 დღეს კვლავ არაერთი დემონსტრაცია თუ მსვლელობა დაიგეგმა. დღევანდელი პროტესტის განრიგი ასეთია: თბილისში 19 საათიდან ვიკრიბებით საზმაოსთან პროპაგანდის წინააღმდეგ. 19 საათზე ძალა სტუდენტების ერთობაშია დაიწყება თსეუს პირველი კორპუსის ეზოში. 20 საათზე პროტესტი ამერიკის მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარშში. მარჯანიშვილის მოედანი. 20 საათზე ასევე უწყვეტი პროტესტის 115 დღე რუსთაველზე ვითხოვთ ახალ არჩევნებს პარლამენტის წინ. საპროტესტო მსვლელობები დაგეგმილია ქუთაისშიც 19 საათზე აქცია დაიწყება მერიის წინ, ბათუმში ასევე 19 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზუგდიდში, 18 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ, თელავშია 19 საათზე მერიასთან, გორი 17 საათზე საკრებულო ახმეტე 17 საათი მერია, ახალციხე 18 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან, ჩხოროწყუში კი გაბედე პროტესტი ყოველ დღე დაიწყება 20 საათზე მერიასთან. პარლამენტის წინ სამართალდამცველების მიერ დაკავებული 3 სტუდენტიდან 2 ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლების საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია არიან, ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია. როგორც ინტერპრეს ნიუს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, სამივე პირი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის წინ კიბეზე პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათივე განცხადებით, ერთი პირი კი ტაშის დაკვრის გამო დააკავეს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გასულ ღამით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 3 ახალგაზრდის დაკავებას ეხმიანება. როგორც ის იქ-ზე წერს, დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს. ტერორი საქართველოში დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს. სტუდენტი გოგონები აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს. კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო კაპკა თბილისში დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერი ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოებას 15 მილიონ ევროს გამოუყოფს. როგორც მან ინტერპრეს ნიუს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. მისივე თქმით, ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს. შეწყვეტად საქართველოს ხელისუფლების პირდაპირ დახმარება, რომელიც 100 მილიონზე მეტ შეადგენდა. ასევე შევაჩერეთ 30 მილიონის მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით და არ ვგეგმავთ რაიმე დახმარებას 2025 წელს. რაც შეეხება კითხვას სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიის მიმართ. უკვე არსებული მხარდაჭერის გარდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით კიდევ 15 მილიონი ევროა გამოყოფილი, აცხადებს ჰიპერი. ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება ეჭვქვეშ დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ბერლინის სასამართლოს დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბერლინის ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილების თანახმად გერმანიის მთავრობის მიერ 2023 წელს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ბერლინის სასამართლოს დადგენილების წინაპირობა ქართველი წყვილის საქმე გახდა, რომლებმაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. დადგენილების თანახმად ქართველი წყვილი ამტკიცებს, რომ ქმარი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში ვეტერინარად მუშაობს, სამსახურიდან პოლიტიკური მიზეზების გამო გაათავისუფლეს და მასზე ანგარიშწორება რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მოხდა. ასევე მისი მეუღლე ამბობს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო საჯარო დამსაქმებლისგან საყვედური მიიღო. გამოცემას ბერლინის სასამართლოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ წყვილი გერმანიაში მათი განაცხადის შესახებ საქმის გადაწყვეტამდე დარჩება. ამასთან ბერლინის სასამართლო თავის დადგენილებაში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მოიხსენიებს, რომელმაც მოლდოვის საქმესთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ქვეყანა არ შეიძლება უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად ჩაითვალოს, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი უსაფრთხო არ არის. თურქეთის ქალაქებში სტამბოლის მერის მხარდამჭერი მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერი თურქეთის მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრის ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების მესამე დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. თურქეთის პოლიციამ სტამბოლში დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემსადენი გაზი და რეზინის ტყუებიც გამოიყენა. ასევე პოლიციამ დემონსტრანტები თურქეთის დედაქალაქ ანკარასა და ქალაქ იზმირშიც დაშალა. შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 97 ადამიანია დაკავებული.